ვასილი ივანოვ-ჩიქოვანის და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება არის რა თქმა უნდა უკანონო და ეს არის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელების ნაწილი, რომლის მიზანი არის ერთდროულად ორი დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანის მოშორება ტელევიზიის სისტემიდან, მაგრამ ამავდროულად ყველა დანარჩენი თანამშრომლისთვის, ვინც შეიძლება გაბედოს და იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მუქარა იმ სახით, რომ მათაც ზუსტად იგივე შეიძლება დაიმუქროს. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თინათინ ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით დღეს სრულიად ემორჩილება რუსულ რეჟიმს და ივანიშვილის ამ ბანდას. შესაბამისად, ერთადერთი მოთხოვნა ჩვენი რჩება უცვლელი მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება ამ თანამდებობებიდან. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, რომ ვასილ მაღლაფერიძე საერთოდ ხელახლა აირჩიეს, ის უბრალოდ ცხადყოფს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემურად ხდება შერწყმა იმედის პოზიტივის რუსთავიორის სახელისუფლებო პროპაგანდასთან, რაც არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულება სულ მცირე ბალანსი შეინარჩუნა.